არა, ნახე ძმობილო, ეს ჩვენები ებრძოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას, თორე ამერიკას კი არა და ამერიკას ხალხს. ბაიდენის ადმინისტრაციას როგორ ებრძოდნენ? ბატონო ზვიად, როგორ ებრძოდნენ ბაიდენის ადმინისტრაციას, როცა ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა ჯონ ტრამპის სენატორმა, კონსერვატორმა, იმან რა ქვია, რესპუბლიკელმა და ვინც არის დღეს სახელმწიფო მდივანი ამერიკაში დანიშნული, ის 2022 წელს ითხოვდა ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. 2022 წელს. და როგორ არის ეს? როგორ ვართ აქ? მითხარით ბატონო. გამოჩნდება, არ ვიცი, შოთა მაგდენი. რა გამოჩნდება? მე ეგ არის მეგობარო, რთული, რომ არ ვიცი და უბრალოდ მარტო ბიზნესზე გქონიათ, რომ გადაგვარჩა მშვიდობასო და იმას იზამენ თუ არა, საქართველოს რა შუაშია მან. და მშვიდობა იყოს და ბიძინა თავის თავს მიხედავს, კაც. თავარია, მაგალ მოკლედ რა დავიღალე უკვე და იგი რაღაცა ზედმეტის. ანუ ესე იგი, რა არის ზედმეტი? მეგობარო, ესე ჩვენი ქვეყანა რო განვითარდეს, ეს არის ზედმეტი? ვინ ამ პირიქით რა სისულელეა? მე მამაში ვინ გვიშლის? კაი, მაშინ შენი მხრიდან მოუდგეთ ახლა საქმეს, მოხხოვი, კაი მაგაში. მაშინ მითხარი, ვინ გვიშლის ხელს რომ ჩვენი ქვეყანა განვითარდეს, ეკონომიკურად და გაძლიერდეს? მე მგონი არავინ არ გვიშლის ამ წუთში. არავინ არ გვიშლის. რუსეთი არ გვიშლის ხელს ხო? ბიჭო, რუსეთი ყველას უშლის ხელს, მაგრამ კონკრეტულად ჩვენზე შემოჩენილი ეხლა და საქართველოსდან შედის და გამოდის 1000 რამე რუსეთში და ყველა სჭირდება საქართველოს. საქართველოში რო შედის და გამოდის 1000 რამე და ჩვენი სახელმწიფო ინტერესები ფეხებზე რო კიდია ბიძინა ივანიშვილს და კანონი ოფშორული ზონების შესახებ იცი? არა. არის. მე გეტყვი. კანონი ოფშორული ზონები ხო იცი რა არის? ხო, ნუ თავისუფალი, განთავისუფლებული რო გადასახადიდან რა. არა. ოფშორული ზონები არის ყველაზე დიდი შავი ფულის ტრიალი. მაგრამ ჩვენ ენაზე რო ვთქვა. ბიძინა ივანიშვილმა ეს კანონი მიიღო სათავისოდ. შემოიტანა საქართველოში მილიარდნახევრის ნახატები, რომლის დროსაც ბიუჯეტში უნდა გადაიხადა 252 მილიონი დაახლოებით და მან თეთრი არ გადაიხადა. და შენ ერთი მოქალაქე ზვიადი როცა 300 ლარიან ბოტას სიტყვაზე იყიდი და შემოიტან საქართველოში უნდა გადაიხადა 18% მისი. კი ბატონო. აი ეგ პრობლემები ხო. თელი საქართველოს მოიგო თავის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც შენ აქებ და მზედამთვარი ამოგდის ბიძინაზე. მათვლევინ ერთუთი მაგაზეს რა, მაგით ვიცი რა, რასაც ამ. კიდე კაი, მაგით ვიცი. რა თქვა მაგაზე. ამ ნახატებს რომ შემოვიდა. თან ავაშენებ დიდ დარბაზსო. საგამოფენოსო. და ვაჩუქებ ქვეყანას. და თქვენ ჯერავთ რომ მილიარდ არა, ჯერავთ რომ მილიარდ ნახე ერთი არ უთქვია მაგას ისეთი რამე სახალხოთ რომ მე აი 100 ქარხანას და რაღაც ყლეობას თუ არ კარგი, არა, თუ მაგაში მოყვები, კარგი, თუ უნდა აშენება რას მიყვები, ბიჭო, რას მიყვები, არ უთქვიაო ბიძინას ესეთი რამე, რაც არ უნდა ეთქვაო. ბიძინა ივანიშვილმა სამჯერ თქვა პოლიტიკაში არ დაბრუნდებიო, იმიტომ რომ ჩემ დაბრუნებას აზრი არა აქვს, მე ყველაფერი გავაკეთე მაქსიმალურად. ბოლოს თქვა ეს სიტყვები. რაც შემეძლო მე გავაკეთე ქართული ჩემი გუნდისთვისო. თუ ახლა მე მე-13 იძულებული ვარ დაბრუნდეო, მაშინ რაღაცე უნდა მოbrunდეო. მე ხო ვიყავი მოbrunდებულიო, რაც შემეძლო გავაკეთეო და ახლა ახალს რაღაც გავაკეთებო. რატომ მოbrunდა მაშინ მითხარი ამის? იმიტომ რომ შეხედა რომ მშვიდობას ვერ ინარჩუნებდე. აჩერა. როგორ? მე არაფერია ბიძინას იქ ხდომა უნდა და პრემიერობა უნდა თო. ბიძინას იქ ხდომა კი არ უნდა, ბიძინას თავისი ფულის ზვიად ბიძინას ოჯახს შევეცი და ბიძინას ყველა მყარებელი მოუთხარ რო იცოდე ბიჭო ნახე კაც არის ნახე არა შენს მოთხანი და ყველაფერი კარგად იქნება ბრავო